გაჩერდი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრა. ძალიან ხშირად მოგდის ეგეთი შეცდომა ადამიანებს. მაგალითად, წავედით მეგობრებთან ერთად დასალევად. ხომ ვიცით რომ კარგი დალევის შემდეგ დღეს ძალიან ცუდად გრძნობ თავს. კარგი მოწევის შემდეგაც ძალიან ცუდად გრძნობ თავს, იმიტომ რომ ამ ბედნიერებას იღებ მომავლიდან. მერე უკვე 48 საათი, 72 საათი უნდა ტვინს ორგანიზმს რომ აზრზე მოვიდეს ესეთი გართობის შემდეგ, ხო? ძალიან ხშირად გონია რომ არა მე ტვინით გავიმარჯვებ, როგორ შეიძლება მაჯობოს ორგანიზმმა. ნახე, შენ შეიძლება ტვინს აჯობო პატარა დოზების, ასე ვთქვათ, გათვალისწინებით. თუ მაგალითად 7 ნაპასის ნაცვლად თვეში ერთხელ ერთ ნაპასს მოწევ, მაშინ მეორე დღეს არ იქნება ისე ვთქვათ მოერევი ამას. მაგრამ თუ შენ ამას ხშირად აკეთებ, დამეჯერე ასეთ დატვირთვას ვერანაირი აზროვნება, ვერანაირი ტვინი ვერ აჯობებს. ჰორმონებს ვერანაირად ვერ აჯობებ, თუ ის ძლიერად გამომუშავდება. იმედი ახლა გასაგებ ენაზე ვსაუბრობ ყველასთვის, ასე რომ გონია საკუთარი თავი ჰორმონებზე ძლიერი. ჰორმონები ყოველთვის გმართავს, მაშინაც კი როცა არ იცი რომ გმართავს. თუ ის ძალიან ძლიერად არის გამომუშავებული და ნარკოტიკების და დალევის დროს გამომუშავდება ძალიან ძლიერი დოფამინის დოზა, რომელსაც ორგანიზმი იღებს, როგორც გითხარი, მომავლიდან. შემდეგ კიდე ხდება რა, სტრესის ჰორმონი, გაღიზიანება, არაფრისკეთების სურვილი და გონია რომ ამას, აი ამ მდგომარეობას ტვინით აჯობებ. ვერ აჯობებ, ვერანაირად ვერ აჯობებ. ხო და ხარჯავ ამაზე დროს, ძვირფას დროს. ის ერთი ნაპასი 1 საათიან სიამოვნება რომელმაც მოგანიჭა 48 საათს გართმევს მომავლიდან. მინიმუმ 48 საათს რომ აზრზე მოხვიდე. ვიცი, ვეწეოდი მეც. ვიცი, მეც ვსვამდი. ოღონდ დალევა არც თუ ისე მიყვარდა, მაგრამ მაინც ვიცი ეგ შეგრძნებას. როგორ გრძნობ თავს, როცა მოვა იმ, ასე ვთქვათ, ორგანიზმისთვის სამაგიეროს გადახდის დრო. შეეშვი სისულელეებს, მიხედე შენ საქმეებს და იმით უფრო იკაიფებ. ბევრად უფრო მაგრად იკაიფებ და არ გექნება ათხადნიაკი, როგორც ამ სისულელეებისგან. ჯერა შენი, წარმატებებს გისურვებ.